გიო მზად ხარ? წავედით ხო? მანქანა მყავს შერჩეული განსაკუთრებული და ადგილის განსაკუთრებული რა. ადგილის განსაკუთრებული. ესენი არ დაგვჭირს ხო? დავედი გულ. დავედი. ჩერი. მოგეწონა? ამერი გამოვიდა. სისტემური ეკონომიკებით რო დავინტერესდი, აღმოაჩინე, რომ საქართველო იყო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ნომერ პირველი, ოღონდ ანტირეკორდსმენი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლით ყველაზე მეტი იზარალა. ციფრებში და რიცხვებშიც გამოიხადა ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სტატისტიკა იმ დონეზე ვიყავით, რომ უბრალოდ არ აღირიცხებოდა არაფერი. და ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ეკონომიკის 70%, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ ისე გავანიავეთ ჩვენი ეკონომიკა, რომ ამითი ჭალებში ცხადია ვაჯობეთ ფაშისტური გერმანიის დანაკარგებს მსოფლიო მეორე ომის დასრულების შემდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ რეალურად დავიწყეთ არა რაღაცა ნულიდან, მინუსებიდან აქვს დაწყებული. და ეს მინუსი არავის ბრალი არ არის თუ არ ჩავთვლით რუსეთის ფედერაციის ჩართულობას ანექსიის და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვაში ხელისუფლების ცვლა და აი ჩართულობა მუდმივი საქართველოში და საქმეებში, რომელიც მაშინ ძალიან მოწყვლადი ვიყავით ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სანამ შენ შემოხვიდოდი BMG-ის საინფორმაციოში, კითხულობდი მარკ ცუკერბერგმა ვერ მოახერხა ერთ-ერთი კომპანიიდან თანამშრომლის წამოყვანა და რამდენჯერმე დავაჭირე ღილაკს ხელი სპეციალურად refresh-ზე რომ ხო არ მეჩვენება რას თავაზობდა ანაზღაურებად მეთქი. ხო და მე გადავედი სხვა წყაროზე, მე იქიდან Yahoo-ზე, CNBC-ზე მოკლედ გადავედი. ის თანხა არ იცვლება. 1.250 წელიწადში. 1.250 ნეირო ქსელის ინჟინერი ვიღაც თუ სახელი და გვარიც არის, რომელიც იცით იმ მთავრდება ისტორია არ დათანხმდა. სად მუშაობს ეს თანხა? ერთ-ერთ ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში. არ დათანხმდა. და ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, რომ ხელოვნური ინტელექტის და ინჟინერიაში მოდის სრულიად ახალი გენერაცია, რომ ევროპული ბრენდები ესე იოლად დაუთმობენ აზიურ ბრენდებს უპირატესობას, თუნდაც 100-ლოვანი ოპელი, ცხაპარია ეგა. დარწმუნებული ვარ, ის მანქანა მიყავთ ბილდში. აი რაღა ეხლა დავეციეთ გზაში ამ მანქანას, ისე რომ ისულიყო რომ გადაღებამი არ გენახა ეხლა. ესეთი მანქანები ის არის. ეგეც Citroen-ია? Citroen-ია. Citroen. ბილში ელექტრომობილის გარდა სხვა მანქანა ვერ გადაადგილდება შესაბამისად. ამი არის ზედ გამოჭრილი ეგეთი ადგილებისთვის. ჩემი თამაშჭედის გამიდამოში რა მაგარი რამეა ჩუქა საქართველოს. მე მაინც არ ვიცოდი რომ რამდენი წელიწადი დაჭირდება რომ ამოიღოს ის თანხა რაც ამ ექიმა კაცმა ამ არაჩვეულებრივ გარემოში ჩადო. ეს გაიყიდება? ეს იყიდება ხო? Citroen-ის ცენტრს ყავს. გაყიდვაში ძირითადად არის გათვლილი. არა, ორადგილიანია ცალსახად. ორადგილიანია, ძირითადად არის გათვლილი აი ბიოლის ტიპის ადგილებისთვის, აეროპორტი მაგალითად საინტერესოა. მაგალითად დიდი ქარხნები, სადაც შიდა გადაადგილებისთვის შეიძლება რომ გამოიყენო ეს ელექტრომობილი. ეგეთი ადგილი ქალაქისთვის მაინც და მაინც Citroen ამი არ არის გათვლილი რომ ქალაქში, თუმცა 60 კილომეტრი აქვს დაახლოებით გასავლეთ მანძილი და ყოველდღიურად თუ მოკლე მანძილს გადიხოთ პირობითად სამსახურამდე და მოპედით არ გინდა, 4 ბურბლიანი გინდა მაინც და მაინც მაშინ
აჰა, ესე ჩვენი განსაკუთრებული მანქანა. ადგილი შესანიშნავი. რას წარმოვიდგენდი 2019 წელს, რომ 2025-ში BMG Drive-ს ჩაწერდი? აი ამ გარემოში ჩავწერდი. მაგეთქვი რომ ვეწა. როცა გვაქვს უკვე ბიოლი და აი ამ გარემოს როგორ უხდება ნახე. მე მგონი ამისთვის არის შექმნილი. ეკოლოგიურად მიდიხარ. ოპა. კარგი, გიორგი, ჩვენი ინტერვიუ ძირითადი. არ იქნება ახლა ზენ მეტად საქმეა. მინდა გითხრა დასაწყისში. ცოტა ისეთ თემები შევარჩიე, რომელიც მაყურებელთვისაც ალბათ საინტერესო იქნება მოისმინოს შენგან ამ თემებზე პასუხები. მაგალითად, დილით დღეს სანამ საქმიან დილას მოკოქავდი ეთერში. რას უსმენდი მუსიკას? და საერთოდ რას უსმენ ხოლმე? დილით დღეს კონკრეტულად უსმენდი Billy Joel's. მერე გადავედი რანინაზე. მაგრამ ძირითადად რასაც უსმენ, ესე არ არის რაღაცა ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული პლეილისტი. არის აბსოლუტურად რაც შემხდება. YouTube-დან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ფეხით მოძრაობ დილოვი ძირითადში. და რომ მოვდივარ BMG-ში, მუსიკალურ ხანგებს მე ვაგრძელებ უკვე ზედმეტად ხმამაღლა. ხო. ან ტელეფონში უსმენ, ოღონდ მე მაქვს ეს სპეციალური სათვალე, რომელშიც არის ეს მიკროფონები, უკაცრავად ყურსასმენები და მიკროფონიც აქვს ისე. ესე გამოდის. ანუ ერთეშორს მუსიკას უსმენ, ანუ სიჩუმე არ არის, მუსიკა მუსიკაობს არის. მე შემიძლია მარტივად გავიხსენო ისეთი დღეები, როცა არ არის მუსიკა, მაგრამ ძირითადად მაინც არის მუსიკა, იმიტომ რომ მგონია რომ ის გამოხატავს ხასიათს, გმუხტავს რაღაცა თავისი ხასიათი და მე რავი რაც დაკუქვაშიც მეხმარება, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, რა ამისთვის არ არის აუცილებელი რომ რა ვიცი ჯანს უკახიძეს, გია პანჩელს ან რა ვიცი Quincy Jones მოусმინო ან Jacksons. არა მაქვს ამისთვის რაღაც. მაქვს ამოჩენებები, მაგრამ კვირა არ გაევლის, იმიტომ რომ მე ამ თაობისა ვარ, რომ არ მოусმინო Jacksons ან იმ ჩემთვის უყვდავ კომპოზიციას We Are The World-ის სახით. მე მგონი აქ ჩიხია. მე მგონი უკან. ეხლა ცოტათ მოდი ეს მოგვერევა ეხლა ის. კი. ოდნავ დიდია ჩვენზე ეს ბობკატი, ხო, მაგრამ თან ამის უკან იმასაც ვნახავთ, შვენივრად აქ არ არის კონტროლის მარტივია, ხო? აქვეა ეს. ეს ხათ შორის რამდენიმე დღის წინ ვიყავი ამოსული ბიოლში, ბატონ თამაშ ჭედლიძეს ვთუმრობდი და დავათვალიერე იქითა მხარე, რასაც აპირებს. ანუ მშენებლობასაც მინდა რა, კი, ჩვეულებრივად გავალ. მისი ელექტრომობილით ვიყავით და დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონება ესეც. შენი საყვარელი ჯგუფი ან მომღერალი ვინ არის და ეხა ბოლო პერიოდში ვარ, მაინც თან ახალი ჩამოსული ვარ სკანდინავიიდან ბექა და მომეცი უფლება რომ აბა აბა არის ჩემი პლეილისტის ასევე განუყოფელი ნაწილი და მგონია რომ ერთ-ერთი ის სერიოზულად რაც მოხდავს. მაიკლ ჯექსონი და Queen, Freddie Mercury, ანუ მიუყვები და Queen რჩება ასევე ჩემ საყვარელ. ხო. საოცარი ხალხი, დიდებული ხალხი. ძალიან გულიმწყდება რომ ესეთი მუსიკა, ესეთი შემოქმედება აღარ იქნება. ეს არის რეალობა. ამიტომ არის რომ 90-იანების მუსიკა დღემდე არის ყველაზე ცნობილი და ყველაზე მოთხოვნადი. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია დიდია, მაგრამ უბრალოდ ხარისხის ნაწილი. არ არსებობს ახლა არის რაღაცები, რასაც უბრალოდ ვერ გაუწევ კონკურენციას და მათ შორის არის 90-იანების მუსიკა, ის რაც შეიქმნა იმ პერიოდში, შეიქმნა იმ პერიოდში და რჩება ისტორიას. ამას სჭირდება ახალი უქროს ხანა. ახალი თაობა და ეს თაობა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. თუმცა
ალბათ როგორც თანამედროვე მუსიკას ვინც კარგად იცნობს, არიან რაღაც კონკრეტული მუსიკოსების ჯგუფებიც, ვინც შეიძლება რომ ოქროს ხანა მერე დაერქვას 20 წლის მერე. აბსოლუტურად. ხა ვიცი, Coldplay-ს იმ ცნობილ კონცერტს უყურებდი, სადაც რამდენიმე ოჯახი ერთად დაინგრა. მაგრამ იმ კონცერტზე არის ფანტასტიკური კადრები, რომელიც თუ აქვს საშუალება ამის პარალელურად რო გავუშვათ, როცა კადრში ჯერ ჩდება Celine Dion-ი. და მერე უკვე მისალმება Celine Dion-თან დაკავშირებით, რომელსაც ბევრი მიზეზი სენტიმენტები აქვს თითქმის ყველაფერზე რა. და Celine Dion-ი ცალკე ეპოქა არის. იმ თაობისას და ჩემი თაობისას და მე ვთვლი რომ Michael Jackson-ის ან Freddie Mercury-ის ან Rolling Stones-ის ეპოქა მგონია რომ არ არის მარტო ჩემი თაობის, ეს არის ყველას. ეპოქალური და ყველას ეს არის. ციგნების კითხვის დრო თუ გრჩება, მე სხვათა ბავშვებს კითხე და მამა რომ მოდის სახში, კი გუშინ წინო კითხულობდაო მაგალითად. ანუ ეს რა არის ეს ბიზნეს ლიტერატურაა თუ უფრო მიქსია? არა, მიქსია, მიქსია მხატვრულის და ბიზნეს ლიტერატურის კი ბატონო, კიდასტურებ, უბრალოდ ერთად არის ბიზნეს ლიტერატურა სტილ უფრო ღამით არ იყოს. ძალიან არ ვიყო ამ შემთხვევაში მეთე, მაგრამ ვურევო ამ შემთხვევაში. ეხლა Simon Sinek-ის მეორე წიგნი მაქვს დასასრულებელი, Dickens Ruzi ვარ კიდევ ერთს და ბიზნეს ლიტერატურიდან ეხლა ამ წუთში არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ გადავწყვიტე თავს ძალა დავატანო და ძილის წინ არ ვიყო დაკავებული გაჯეტებით. და იცი, ყველაფერში არის საბოლოო ჯამში, ჩემზე მაგრად იმუშავა, უფრო სწრაფადაც მეძინება შინაარსიან და უშინაარსო ძილს თუ მეძინება, იმიტომ რომ ეს არ ხდება ხშირად. არ ვუჩივი, იმიტომ რომ 60 საათში მაინც ფეხზე ვარ რა. ჩვენი რეჟიმიდან გამომდინარე და მე მგონი ჩვენი რეჟიმი ჩვენმა მაყურებელმა იცის. კი, ეს მშობ. შენ ციგნის შერჩევის ან კითხვის დროს ან ეს წინასწარ ისტუმრობთ, რომ ანუ იდეაში პასუხები უნდა გაქცეს რაღაცაზე თუ კითხვები გაგიჩინოს ციგნმა. გეტყვი, კარგია, კარგი კითხვა. ჩემთვის ციგნი ფასდება შემდეგნაირად, რომ ძალიან მინდა რომ ციგნმა წამიღოს და ბავშვობაში რაც მქონდა, რო კითხულობდი, რო ხვდებოდი იქ, იმ სამყაროში, რასაც ვკითხულობდი, თქოს პერსონაჟი ვიყავ. ეხა ეს მოვიყვანე რაღაცა, არ ვიცი, 3, გინდა 4, გინდა 5 დედა არქვი, აღქმასთან, რომ თითქოს ვარ იმ ყველაფრის ნაწილი. ამიტომ ციგნით შესაბამისად ამ დრამატურგიიდან გამომდინარე სიამოვნებს. რო ჩამორჩი კითხვას და მქონდა ეგეთი პერიოდი რამდენჯერმე, ძალიან დამეხმარა ლევან ბერძენიშვილის კრებულები ლიტერატურასთან დაკავშირებით. სადაც ერთდროულად რამდენიმე, ალბათ 10-ული პერსონაჟი და ციგნი არის გადმოცემული და ის რაც საკითხული არ მქონდა, ყველაფერს თითქოს ერთად მაზი არა. ამისთვის ცალკე მისი გადაცემების სერია რაც გადის BMG-ზე, ჩემთვის ასევე იყო ერთ-ერთი მგზავრები, მაგრამ ეხლა ჩემთვის აღქმაში არის მაინც ყველაზე მეტად ის, რომ ამან მომცეს საშუალება, რომ ვიარო და ვიმოგზაურო იმ ციგნის გმირებთან და ავტორთან ერთად. და ციგნის დასასრულისკენ რომ მივდივარ, ხო კიდევ ერთ რამეს იმოშვები. ესეც მიხარია, რომ არ დამეკარგა. როგორ მოახერხა და რატომ მოაფიქრდა ეს სიუჟეტი ან დრამატურგია ავტორს. სულ ვიწყებ მე ამ იმას და საიდან წამოვიდა და მე ჩემ თავზე ბრაზდები. ადე რა წინასწარ წაიკითხე შეფასებები, ეგრეთ წოდებული რევიუები, მაგრამ აღმოჩნდა რომ მე შეჯობს, იმიტომ რომ შენ იმას იმაშვება რა. ყველაფერი. ანუ შენთვის ციგნი უფრო ასოცირდება იმასთან, რომ სამყაროში მოგზაურო, სადაც არ ხარ ნამყოფი და შენი წარმოსახვა, ანუ წარმოსახვის გამდიდრების უფრო არის, ვიდრე რაღაც პასუხების მოძიებისთვის. ეს არის ზოგადი უნარები, განათლება და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი მარაგი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ბექა სიტყვათა მარაგი. ეს არ არის ჩვეულებრივი მოგზაურობა. ეს არის ისეთი კომპილაცია უნარებისა, რასაც ციგნი განიჭებს უპირატესობას, რომელიც ვერაფერს ვერ შეედრება და თავარი კიდე რაც ერთად ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ინფორმაცია წარმოუდგენელია. არ შეიძლება ეხლა
დამჭა კიდე ერთ-ერთი გამომცემლობის მალეტრასი და სულაკაურის გამომცემლობის გამოგზავნილი წიგნები, რომელსაც ამ დღეებში სეზონის ბოლომდე გავიტან და ძალიან მახარებს არა მარტო ის თუ საგამომცემლო საქმე რა განვითარების ეტაპზე ავიდა. ვერავიდოდა ამ ეტაპზე მოთხოვნა რო არ იყოს წიგნს თუ არ ყიდულობ. გამომცემლობა ვისაც უნდა. აი ესე ავიდეთ ზევით და დაგათვალიერებინებ, მე ვიქნები დღეს თამაშ ჭედლიძე, არ გამემბრაზდება ბატონი თამაში. ფილმებზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ, მე მახსოვს პერიოდი. ეხა ბიზნეს კვირეულია, მაგრამ მაშინ სხვა სახელია გადაცემა. ანონსის ინსპირაცია იყო ხოლმე ძისფერი მთები. გენიალური ფილმი. ალახარ აქამდე კაც. მუშაობდი და წარმოვადგინე. უკვე? დავირუსებული მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო პანდემიის მორევში. ისე უნდა გამოგიტყდეთ რომ ძალიან მომეწონა გამყრილი ძისას. რაიმე ფილმი თუნდაც ძველი ან თუნდაც ახალი თანამედროვე პრობლემებს გადმოსცემს პასუხობს, ანუ ფილმები შენთვის მაშინ რას ამყაროა გადაწიგნების? არ გადმოსცემს დიდად, შეიძლება თითოეულ რაღაცა გარკვეულ ფილმებში ნახო რაღაცა ამ შემთხვევაში პარალელების გავლება, მაგრამ ძირითადად არა. სერიალებს ვცდილობ რომ გვერდი აუარო, ვერული ხა უნდა მოვიტყუო რომ გამომივიდეს რომ აუარო, მაგრამ იმიტომ რომ ის 2-3 საათიც ვეღარ მძინავს სერიალს თუ ჩაუჯერთ რომელიღეს, ნუ გამორიცხულია რომ მინიმუმ არ მივაყოლო ერთად მინიმუმ სეზონი რა, იმ დღეს და მე ჩემ თავზე ბრაზდები იმ სეზონის ბოლო სერიისა სადა როგორ არის დაამთავრა ხელოვნური ტბა. ვაჰ, რა კარგი. ეს დაამთავრა აქ ხელოვნური ტბა და აი აქ იქნება სპეციალური მოწყობები რაც და როგორც არის. ეს არის მისი სახლი, აი სადაც თითო ბატონი თამაზი ცხოვრობს და იქ ქვემოთაც კიდევ კეთდება ყველაფერი. ეს კიდე შატოებია ცალკე, რომელიც ჩალეებია, რომელიც ეს ცალკეა. ნუ დაემატება. კი, მთლიანად აი ეს ყველაფერი ემატება და კიდე ცალკე კეთდება ამფითეატრი. ზემოდან ეს რო გადავალთ ნახავთ აი ესე ათი. ანუ შენ სერიალი უფრო არა, ფილმი მაინც და არც იმას დაგიმალავ ბექა რომ ადრე როგორც იოლად პოულობდი კარგ ფილმს ცოტა გამიჭირდა. მე მგონი ბოლოს არ მახსოვს ჩვენი ბოლო BMG დრაივისას რომელიღაცა ფილმზე ვიყავი ჩაციკლული და ჭიმა მამა რო არის მოსამართლე და შვილი ადვოკატი. ალბათ იმას ვახსენებთ იმ პერიოდში. რომელი ჯონსი არ თამაშობს. აი გაგახსენდება. კი. ეხლა კონკრეტულად ხო? რამდენიმე სერიალი არის მონიშნული და ის გემოვნებიანი ადამიანების მიერ არის რეკომენდირებული ჩემ გარშემო. მაგრამ აი ეს ყველაფერი ეხლა აი ეს ცალკე შალეებია, რომელიც ქირავდება. ზოგიერთი ადამიანი მინდა გითხრა აქ ცხოვრობს მუდმივად. კი, ამაზე კარგი ადგილი არ არის. ეს დროებით ბატონი თამაზის საცხოვრისი არის, მაგრამ აქ აი ესე ამგვარი ისინი კიდე დამატებით კეთდება რა. აი ეს ქვემოთ თეთ შეგილია. ანუ მუსიკაზე რა ვილაპარაკეთ რაღაცა ცოტა. აი მუსიკაზე უფრო აფილირებული ვარ და რაღაცა უფრო ჩემი ნაწილი არის დღეს. ამ კინოშიც კრიზისია მუსიკაში, ანუ არის სოფლიოში არის ეს პერიოდი, როცა შემოქმედებითი ანუ ხო არის რაღაცა ჟანრის კრიზისი ეძახით ხოლმე რა. აქ ახლა შემოქმედებითი კრიზისის პერიოდია და ის ისახება ყველაფერზე. პოლიტიკის ხარისხზე, რომ ზოგადად ლიდერების არ ყოფნაზე. დღეს სოფლიოში თუ კი რაიმეს დანაკლისი არის, ის არის ზოგადად ლიდერების არ ყოფნა, ხო? იმიტომ რომ რა ვიცი, ხა დარწმუნებული ვარ, ბევრმა არის თუ არიციან BMG ნახონ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის დაარსებული არის EBRD. ახლა რა შუაშიაო ახლა პრეზიდენტი, მაგრამ მისი ინიციატივა იყო ფრანსუა მიტერანის. დიდებული ეპოქა იყო ლიდერების, რომლებიც მაშინ იყვნენ და შესაბამისად აი ამ პერიოდში დგებოდა ძირითადად ესეთი ინსტიტუციები, იქნებოდა ეს ბრეტონ ვუდში, უფრო ადრე თუ ბოლო პერიოდში რაც არის შექმნილი და ჩვენ ისეთ ეპოქაში მოგვიწია
ამ შემთხვევაში ცხოვრება, როცა კი, გაივლი ჩვეულებრივად, როცა ესეთი რაღაცა სიახლეები არ იქნება და მეტიც კი არ იქნება ეს სიახლეები. არის ისიც რაც არის იმასაც საკმაოდ სერიოზული კრიზისი აქვს და ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ და მივყვებით როგორ რემბო პირველ წელს კი არ ვნახულობთ ისე 57-ჯერ არა მაგრამ არასდროს არ დაგვავიწყდება რომ რემბო ჩვენი უბრალოდ კომანდო იყო ჩვენი ერთ-ერთი პირველი ვიდეო ფილმი რომელიც ვნახეთ და რაღაცები ეგეთი უფრო გამახსოვდება ხო ლედი კარატე და რა ვიცი აი კიკბოქსი 2 ხო და ეგ იდეაში ეგ არის თანამედროვე მსოფლიოს. ხო და ალბათ ამიტომ იყო რომ მე თან ისეთ უბანში და წრეში და სამეზობლოში გავიზარდე რომ რა ვიცი ეს Where's the World-ის მომზადების ფილმს ყოველდღე ერთად უყურებდით მამის თათუზა ყურაშვილთან, უბა ყურაშვილთან და იმასთან ერთად და ეს რაღაცები მაგ ჩარჩენილი ზეპირად ვიცოდი ყველა სახელი და გვარი ვიმღერო და რა კუპლეტი ქონდა. წარმოიდგინე რა რებრები. და მაგ ტიპის მოგვიანებები ცუდი ხო არა არც ერთ შემთხვევაში არ არის ცუდი. და ამიტომ არის რომ ეს უზრუნველი ბავშვობა, რომელიც გაცილებით ღარიბი იყო, ხო? ვიდრე არის დღევანდელი ვითარება. მაგონებს იმას რომ მაინც ყველაზე გულსხმელი საუკეთესო იყო, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ძირითადი მაინც მოგვარებული იყო მაინც რომ არ გშიოდა, მაგრამ უფრო მეტ შიოდა და უჭირდა საქართველოში. მაგრამ რეალობაში მოვედით იქ სადაც მოვედით დღეს როცა სიმდიდრეც ნაწილდება, მაგრამ არ იკითხები ამ სიმდიდრის რაციონალურ და არასრულ გადანაწილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეს კითხვები მთელ მსოფლიოშია, მაგრამ თუ საბოლოო ჯამში ბექაკი მივიღეთ ის რა კითხვითაც შენ დაიწყე. ჩვენ გვაქვს რეალურად დღეს არა მარტო რაღაცა ერთგვაროვანი პოლიტიკური კრიზისი მსოფლიოში, გამოხატული ომებში ან რაღაცაში. ჩვენ გვაქვს ყველანაირი ტიპის კრიზისი. მე ამას უფრო ვიზახი, რომ ჩემთვის ეს არის ლიდერშიპის კრიზისი, იმიტომ რომ არ არიან ადამიანები, რომლებიც აიღებენ პასუხისმგებლობას და მეორეს მხრივ ძალიან შეიცვალა მიმდევრობა. ანუ ყველას თავისი ანკლავივით მიმდევრები დაყვება და ვერ იტყვი რომ აქ ვიღაცა არის ერთი კონკრეტული რაღაცაში გამოხატული რომ ეს გინდა თუ არა არის საყველაფრო არ არის საყველაფრო რა ეგეთი აღარ არსებობენ ეგეთი ხო არ დაждებ აუ სიამოვნებით დე კი ბატონო ბოთაშოვის ხა ბიოლმა გადაგვარჩინა რომ არ ცხელა ბიოლის და ну აქ კონდენსირება არ არის საჭიროებაც არ არის საჭიროებაც არ არის შენიერი ბიოლისთვის კიდესაც შეიძლება აეროპორტისთვის შეხარ ჩემი ბატონი კიდესაც შეიძლება აი სივრცეები სივრცეები სადაც არის აი ეს დახურული სივრცეები მე მგონია რომ ეს მოდელი Z გამოწერილია ბიოლი თან მინდა გითხრა რომ ჩვენ ვიყავით 74 კილომეტრზე რომ ჩავჯექით. კაი გაყოლა ვიარეთ და მხოლოდ 70-ზე ბექა ჩამოსული. კი, არა. ელემენტი კარგი აქვს შედარებით, იმიტომ რომ რაც მოცულობა ყოფნის შემთხვევაში ამ სიმძიმის ავტომობილს და ორი ადამიანისთვის არის ადამიანების არ ამძიმებენ. აქვე დავტრიალდები. თორე აქ მაურში ვართან. დავტესტავ მასაც ცოტა უცნაური ყოს არც არკე არის. არც არკე და ის რო არ არის, მაგრამ ეს გაიხედები. გაიხედები, კაცმა რომ თქოს გაიხსენები. ბავშვობას, რომელიც დეტალებში გამახსენებინე მუსიკიდან და ციგნებიდან გამომდინარე. კარგი, მენეჯერის თემებზეც უნდა კითხო. არსებობს ამ ასეთ სასახოთ რაღაც თვისებები, რომელიც მენეჯერს უნდა კონდეს და არა ეს უეჭველი უნდა კონდეს, რომ ისე მენეჯერი არ გამოყო, ან გამოყო ეგეთ რამე, მაგალითად სამთვისებას თუ შეიძლება ეს ლაპარაკი შეიძლება 3-იც მოიტანოს და 33-იც, მაგრამ მე მაინც გონია რომ თავარი რაც უნდა კონდეს მოსმენის უნარი. და ერთადერთ დავამატებდი კიდე შენის ნებართვით დავამატებდი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. აი ეს ორია ჩემთვის თავი. რომ სისტემა არ დაინგრეს. რომ იყოს მოდი ესე ვთქვათ მუდმივი მოძრაობა.
საიმისოთ რომ თუნდაც შეცდომით მიღებული გადაწყვეტილებები იყოს გამოსწორებული. თუ ეს არ არის და ეს უნარები ადამიანს არ აქვს, ის ვერ იქნება ვერც კომუნიკაბელური და შესაბამისად ის ვერ გამართლებს თავის თავარ დანიშნულებას, რომ ის ქმნის, ზრდის და ვიღაცა ამ ბიზნეს ეძახის ბავშვს, ვიღაცა ეძახის კიდე რაღაცა სხვა რაღაცა ზოგჯერ გადადიან რაღაც უსულო წარმონაქმნებზე, რომ არიქა ეს და ისეთი და რაღაცა. არა, ეს არის მიმართულება, რომელსაც ჭირდება მუდმივად ყვება, ეს არის მიმართულება, რომელსაც ჭირდება მუდმივი ზრუნვა და როგორც კი ჩვენ ამასთან მიმართებაში ამას ჩამოვშლით, ამ უმთავრეს თემას, მანამდე მაშინ უკვე პრობლემა იქნება. ამ შემთხვევაში ინტუიცია და რაღაცა ანალიტიკა. ალღო? ხო, აი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ან ერთს უნდა დაეყო ერთ მნიშვნელოვნად თუ ან მეორეს, ანუ როგორ შეიძლება მართო ეს პროცესი, ანუ შენ როგორ გაქვს? მე ორთავე მაქვს, რო არ მოგატყუო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხო, მე ორთავე მაქვს ამ შემთხვევაში, რო არ მოგატყუო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც მინდა რომ წარმოვიდგინო, რომ ალღოს ან ინტუიციის გარეშე და ემოციის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, იმიტომ რომ მე არა ვარ ხელოვნური ინტელექტი და მე არა ვარ რობოტი. ადამიანი ვარ ყველა თამდევი ემოციით, რომელიც თანსდევს ყველა სიხარულს და რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ რა წამსაც მენეჯერი იქნება ორიენტირებული მარტო პოზიტიურ გადაწყვეტილებებზე და საკუთარი თავისთვის, კომპანიისთვის და განვითარებისთვის არ მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ცალსახად არაპოპულარულია და მტკივნეულია, ის უბრალოდ უახლოვეს თავის ეგრეთ წოდებულ რაღაც რას ეძახიან ხოლმე საშუალოვადი, რატო ეძახიან საშუალოვადი არ ვიცი, იმიტომ რომ ხვალვე შეიძლება იმის ყველაფრის სიკეთეები იგრძნოს რეალურად საიდკენაც მიყავს, მაგრამ თუ ის ცდილობს რომ ყოველთვის გარშემოც ისეც ასეც ასიამოვნოს ყველა, ეს წაგებული თამაშია. ჩემთვის წაგებული თამაშია და შეიძლება ხო, ეს რაღაცა სწავლებებიც ხო იცვლება ხოლმე. გახსოვს რომ ის აი მაგალითად რომ ემოცია ჩამოაშორეთ ესე მართეთ, მაგრამ რევანდელ სწავლებებში ეგ არ არის. სწავლებებში არის რომ ემოცია მნიშვნელოვანია კონტექსტ მენეჯერს რაღაცა. იცი რა არის ეს სწავლებებიც საბოლოო ჯამში არავის არ გაუაზრებია ბექა რომ მოდი ერთი ვინმე გადახედოს რა. ეს სწავლებები დაწყებული არის 80-იანი წლებიდან, უფრო ადრეც. როცა ადამიანებმა დაიწყეს მათთვის მნიშვნელოვანი ხალხის მოსმენა, ხო? ვინმე შეხედა, როგორ გადავხედეთ, როგორ შეიცვალა ეს სწავლებების შინაარსი, რა ისწავლებოდა ადრე, რა იმას იძლევიან რჩევებს დღეს. ეს ყველაფერი რადიკალურად შეცვლილია. ის რასაც მაგალითად უბრალოდ ისე ვიტყვი, იმიტომ რომ ეხლა ამჯერად წინსუძი ვარ, მაგრამ რასაც ხადაგებს საიმონ სინეკი, წარმოუდგენელი იყო, რომ გენახა რამდენიმე წლის წინ. უნდა 20-იანებში. აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო და აღმოჩნდა, რომ რეალურად მოვედით იქ, სადაც მოვედით, რომ შესაძლებელი კი არ არის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოტივირებელია და რაც მთავარია, ამ ყველაფრის დანიშნულება რა არის? მარტივი ჭეშმარიტებები თითქოს დაიყვანოს შენ გონებამდე, რომ შენ გაგიადულდეს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ეგ არის და ეგ არის. და აღმოჩნდა რომ გამოგვეს ეგეც რა. თუ ქენი ჩვენ სად მოვიდეთ? ჩვენ ახლა ისევ იგივე გზით წავთ უკან. სამშენებლო პოლიგონს. ისე კარგი ისა აქვს, რა ქვია. ყველანაირი მოხვევის კუთხე. აბსოლუტურად. პატარა რო ვაკეთებ უწყობს. მოხვევაც კარგია, ჩემო ბექა და მინდა გითხრა რომ აღმართებზეც კაი გამოლა ვიარეთ და ამ მანქანის ზომის გათვალისწინებით. კარგი გასართობება. კარგი გასართობება. კარგი, ბოლოს ბატონო. AI-ზე უნდა ვილაპარაკოთ და რაღაცა ეს საუბარი შევაჯამოთ. მედიის მიმართულებით რა შეცვლის AI-ში რას ფიქრობ? ნუ ციფრულმა მიმართულებამ ბევრი რამ შეცვალა და BMG-ც ცდილობს და ახერხებს იმას, რომ აქტიური იყოს და ამ ყველაფერს მოერგოს, მაგრამ ახლა მიდის ეპოქა და დრო, როცა AI-ის ინტეგრირება ხდება ყველაფერში. შეიძლება რაღაცა საჭირო არ იყოს, მაგრამ მაინც ის ინდუსტრია ფიქრობს მაგაზე და ჩვენთან რა მოხდება? მედიაში როგორ შეცვლის? იფიქრია მაგაზე? კი,
მე მგონია რომ მეტიაში ცოტა რომ ჩაუღრმავდეთ ბოლომდე შეცვლის იმას რომ კიდევ უფრო გააზარმაცებს მედიას. რადგან ხელოვნური ინტელექტი შემოიტანს რამდენიმე მზა გადაწყვეტილებას. ეს მზა გადაწყვეტილებები იქნება კავშირში როგორც შინაარსთან, ასევე კავშირში იქნება ცალსახად ტექნიკურ უზრუნველყოფასთან, რომელთა შორის არის გრაფიკა, რომელთა შორის არის მონტაჟი, რომელთა შორის არის თარგმანი, რომელიც ცხადია კავშირში არის შინაარსთანაც, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვერ ავწდებით. მე მაქვს გარკვეული მედია არამედიასთან დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მედიასთანაც დაკავშირებული ფობიები, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ძალიან დაიზიანოს რეპუტაცია, თუ არ მოახერხებს თვით იდენტიფიცირებას. გულისხმობ იმას, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს ის შესაძლებლობები, რომ თუ არ იქნება აღნიშნული, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის პროდუქტი, ის უბრალოდ შექმნის ისეთ პროდუქტებს, რომელმაც შეიძლება ომი გამოიწვიოს. არა თუ ის ოჯახის დანგრევა და ის რაღაცა რაც მოხდა იმის Coldplay-ის მაინც ვერ ავსეთ, ერთი-ორჯერ მაინც ვახსენე. მაინც ვახსენე. იმიტომ რომ ახლა ისეთი ამბავი იყო. საოცარი ისინი გამოიწვია. მე მგონი დღემდე ამერიკის სპორტულ სტადიონებზე მიდის ეს მემები და ისინი დაიმალებიან და ერთად გამოხდებიან. მეც სიამოვნებისადმი ამოვხობთ თავს იქ და საინტერესო იქნება. ხო, და AI-ს რო დაუბრუნდეთ, ის აუცილებლად გახდება ჩვენი დამხმარე. ზუსტად ამ მიმართულებებით ვიქ რაღაც თქვი. ხო, ტექნიკური ნაწილი კიდე არის, ანუ ინდივიდუალიზმი არ მოკლას რა. ეგ არის რომ ის შემოქმედებას აუცილებლად დაარტყავს და იქნებიან ადამიანები, რომელიც ისევ სოციალური ქსელის დახმარებით სხვათა შორის დარჩებიან ჭეშმარიტი მიმდევრები. ჭეშმარიტი მიმდევრები როგორ გითხრა, New York Times-ის ჭეშმარიტი მიმდევრები ამ ყველაფრისა და აი ესე რა. გამარჯობა ბატონო თამაზ. გამარჯობა. გადაცემას ვწერთ. ამოგიყვანეთ. აი პერსონალის რა ფიქრობ, რა სატარებელი რა არის. ხო და ეს არის სატარებელი. ჩვენიერი 70 წელი. კი, ეხა დავიწყეთ 74-ით. 1:30 წუთი არა, მაგრამ 20 წუთია ვწერთ და 30-ია წერთ ეს ზუსტად. 30 წუთია ვწერთ და ჩამოსულია 67-ზე. 30 წუთია დავდივარ. ნუ ახალია რა. ხო, არა, მაგრამ გაი პერსონალისთვის იმისთვის იდეალური ის არის. უთხარი რა, 5-7 წელი მინდა ესე. მეტყვით. და დავარეკინებ მე თქვენებთან. რა кай ფერზე ამოვსულოთ. ეხლა საბოლოო ჯამში ჩემო ბექა Opel საქართველო უნდა თქვას ერთი რამ. ვინ იყო ბედნიერ ფერზე ამოსული ბიოში. და ვინ გააყიდინა პირველი დიდი რაოდენობით 5-7 წელი. 5-7 წელი ერთბაშად ამამბობს. რაღაცა დილი მოვახერხეთ არის. აი ესე არა, ეს არის ეგ არის უნიკალურობა ბიზნესის, ურთიერთობების, კომუნიცირების და ისეთი ადამიანების, როგორც თამაშ ჭედლიძეა, რომელსაც აქ სხვა გარდა ამისა, უბრალოდ არ ჭირდება. კაცმა თქვა პირდაპირ ის ძველი ავტოები გადის უკვე სრულ მას და შესაბამისად ეს თუ დარჩებაო და რავი ეს არის. ამას ჩემო ბექა, მოდი ამითი დავასრულოთ, თუ ცხადია მაგ კითხვაზე, ანუ გულისხმობ AI-ს, ხელოვნური ინტელექტს, სხვა ის არა გაქვს. აი ამას ვერანაირი ხელოვნური ინტელექტი ვერ შეცვლის, რაც ჩვენ ახლა შევხვდით. იდეალური დილა იწყება საქმიანად. ამბავი, რომელსაც ხვებს ყოველთვის უყვები. წარმატებები ქართული ბიზნესის. ყველაზე დამაფიქრებელი სიტყვა ქართულ ენაში. მრავალჭირ ვარამ გადანახადი. რომელ ეპოქაში იცხოვრებდი 1 წლით? მომავალში მაინც ყველა ვარიანტი და იქ ეპოქის განსაზღვრა რთულია, მაგრამ მომავალი უფრო მაინტერესებს, იმიტომ რომ წარსულს ზედმეტად მაგრად ჩაუჯექი ყველა მიმართულებით. რამდენად წინ, ანუ რამდენი წელი? 50 20 საკმარისია. კითხვა, რომელიც არ გსურთ რომ დაგისვან.
არ არის ეგეთი კითხვა. ადამიანის ცვლილებების წინააღმდეგია თუ სწრაფად ეგუება უბრალოდ? ორთავეა, ადაპტირებადიც არის, მაგრამ ადამიანის ბუნება კონფორმისტულია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებიც უბრალოდ ესწრაფიან ცვლილებებს. მუსიკა მუშაობისას ფონად თუ კონცენტრაციისთვის? ფონად. ცვლილებების მოტანა სისტემაში შიგნიდან ჯობია თუ გარედან? ორთავე. გადაწყვეტილების მიღებისას გული თუ გონება? ორთავე. გუნდი უნდა გისმენდეს თუ გენდობოდეს? გუნდი თუ არ გისმენს, ის არასდროს არ მოგენდობა და თუ ნდობა არ აქვს, ის არ მოგისმენს. შეცდომა დასასრულია თუ რესურსი? შეცდომები მოსულა. საქართველოში ყველაზე ნაკლებად დაფასებული უნარი? ერთგულება. რას ნიშნავს შენთვის ღირებულებები მაშინ, როცა კრიზისია? სიტყვათა მარაგი. დიდი ვახშამე, ვის მოიწევთ ოცნების სუფრაზე? საოცნებო სუფრაზე თუ ოცნების სუფრაზე? საოცნებო სუფრაზე, ეს ოცნება ოცნების სუფრაზე მე კონტექსტურად. ჩემი ადგილი არ არის. საოცნებო სუფრაზე ვის მოიწევს? საოცნებო სუფრაზე ყველას იმათ მოვიწევდი, ვიზეც დღეს BMG Drive-ში ვისაუბრე, მაგრამ ნებისმიერი საოცნებო სუფრა ჩემთვის დღეს წარმოუდგენელია BMG-ის ჩემი მეგობრების და ოჯახის გარეშე. რა ფერისაა ფული? ფულმა დაკარგა ფერი და სულ მალე ის იმ მწვანე ფერსაც დაკარგავს, ანუ უფრო მწვანესთან არის ასოცირებული, მაგრამ იმიტომ რომ მე მგონია რომ არ ვიცი ხა როგორ შეიცვლება ყველაფერი, წამში იცვლება, ამის ფოტოაპარატში ფირი ბრუნდება. ისეთ რაღაცებს ვხედავთ, ეგრეთ წოდებულ მობრუნებებს, comebacks რო ეძახიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ფულს ყოველთვის დარჩება რაღაცა მიზიდულობა, მას არ ექნება ფერი, მაგრამ ის იქნება მთავარი მამოძრავებელი ყველაფრისა, როგორც ეს დღემდე რჩება. ერთი ნებისმიერი რამ, რაც საქართველოს როგორც ბრენდს შენი აზრით ყველაზე კარგად წარმოაჩენს. დანარჩენი მსოფლიოსთვის. ეს რჩება სტუმართმოყვარეობა, მაინც და მისგან გამომდინარე თემები. ეს არის ალბათ ვის უმთავრესი, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ გამოგვარჩევს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გავყვება ბოლომდე და ეს გადავა გენეტიკაში ჩვენი შვილების და შვილიშვილების.